ისე არ გადიან თუ ნაციონალური განსაცდელი არ ჩაიწყო. კაი მოაგიჟებ ხალხს. აქედან დაიწყო თვითპასტაც. მსგავსი ბადალი საქართველოს არ აქვს. სრულიად კორეული სუფრა დაიყარა რუსთავში. ეს არის ჩათვალე ყველა ბიზნესის ამომავალი წერტილი. რა გონია შენ? რა არის? აი ერთი წუთით ეხა არ მომაყოლო კადრში. არ არსებობს გემრიელი ხელი. მითია ეგ, მითი. პირში მაგ აფეთქება დემოების. აი კივჩი კაია. კინოსცენარი დაწერა. რუსთავში ჩამოვედით მე და ვახო კანდელაკი. მე არც ნაკლები. დიახ, ჩემი ხშირი სტუმარი. ყველაზე გემრიელი ეპიზოდები გამოცხო შენთან ერთად, იცი? თილისმა ვარ, მე არხის თილისმა ჩამოვყალებდი რა ეს. ხერხერა რეჰანის თილისმა. და მე და რეჰანის თილისმა დღეს რუსთავში ჩამოვედით კორეულ რესტორანში, რომელსაც ქვია არი. შევიდეთ პრინციპში და დანარჩენს შიგნით მოგიყვებით და შიგნით გავსინჯავთ ყველაფერს. კარკადეს ჩაი ვაშლით. კაია, კარკადეს ჩაი ვაშლით და მწვარი კარამელით არის ცოტა. გრძენი გემა? კი, ცოტა კარამელი აქვს. ჩავკვეთეთ კერძები, კორეული კერძები. მანამდე მივირთმევთ კარკადეს. მე რეკლეს ტაქსს უძახებ პარალელურად. ვახო, ბავშვს ტაქსის უძახებს და მივირთმევთ კარკადეს ჩაის, ცივ ჩაის ვაშლით, ლიმონადს უბრალოდ. ძალიან მომეწონა. არი ქვია ადამიანს, კორეელ ქალბატონს, რომელიც არის შეფი და დამფუძნებელი ამ რესტორნის. ერთ წელზე მეტია რაც გაიხსნა და მისი მომზადებულია სხვათა შორის ეს ლიმონადის სიროპებით. რა მნიშვნელოვანია, როდესაც შემოდიხარ სივრცეში. ხო. და დეტალებს აფიქსირებ, ხო? აი ხა შემოვედით პატარა სივრცე, რამდენი კვადრატული ექნება შენი და ალბათ 80 მთლიანობაში თავის ამზარავად. ყველაფერი როგორ ნაფიქრია და როგორ ყველაფერი სკულპტურულად არის მოწესრიგებულ, გაკეთებულ. ლიმონადს რო შეხედო, ხო, ნახე წარმოვიდგინე ტექნიკურად ეს ვაშლი ესე რო დაიჭრას, ძალიან დიდი დრო ჭირდება. ანუ როგორი გულით არის მომზადებული ეს ვენი, რომ ადამიანმა მიიღოს მთლიანი ემოცია. არი ქვია კაფეს ეგ გეთქვით, მაგრამ იცი რას ნიშნავს კორეულად? მენიუზე წერია. გზა რომც არ ჩანდეს, ერთად გავიკვლევთ და ვიეროთ წინ. ისეთი ღრმა და სავსე აზრი შეგიძლია. ეს არის ჩათვალე ყველა ბიზნესის ამომავალი წერტილია. კი, და ჩვენიც რეჰანის, იმიტომ რომ ხო, ხანდახან ნერვიულობთ ხოლმე და გზა არ ჩანს, მაგრამ მე ხო არსებობს თილისმა. აბარა. სულ ამას ვამბობ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შედგება დეტალებისგან და კვების ობიექტი ხო საერთოდ დეტალებისგან შედგება. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რატომ, როდის და რისთვის ვაკეთებთ. კი, აი, ჩვენი წვნიანებიც მოვიდა. ეს არის რაბოკი, ეს არის რაბოკი. ეს მოდის ცხარე შენთვის. ტოგბოკი. და შევიგნებოთ ალბათ ბავშვები. აუ, კი. ო, ნახე, რა საინტერესო. ეს არის ბრინჯის ნამცხვარი, ხო? შიგნით რაც არის. რა ბოქში არის რამიონი, ბრინჯის ნამცხვარი, კვერცხი, მწვანე ხალხი, კომბოსტო, სტაფილო. ტოგ ბოქში არის ბრინჯის ნამცხვარი, მწვანე ხალხი, კომბოსტო, კვერცხი, სტაფილო. დაახლოებით იგივეა, ოღონდ რამიონის ბაზაზე არ არის ის ტოგ ბოკი დამზადებული და უფრო ცხარეა. აბა, ხირითი დაიწყე. მარიამი უნდა ჩამოვიყვანო აქ. მარიამს მოეწონება. კი, მე ცხარეთი დავიწყო, ხო, გავსინჯავ. მიდი. პირველ რიგში მაინტერესებს. ეგ ნამცხვარი გასინჯა. საინტერესო გემოვა, კი. რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს და ტექნიკას, როგორ აწვდოს. კორეული სამზარეულო, საერთოდ აზიური სამზარეულო არის ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი ტექნიკების. სხვადასხვა პროდუქტს ისე იდეალურ შედეგამდე მიიტანენ, ხო. რომ მერე შენ თვითონაც გიკვირს ვერ იგებ რას მაგალითად მიირთმევ. არის ბრინჯის ნამცხვარი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იმის.
და როგორ კეთდება ბრინჯის ნამსხარი? ბრინჯის ფქვილისგან კეთდება, როგორც პასტა დაახლოებით მსგავსი პრინციპით კეთდება. უბრალოდ ბევრად უფრო დიდარი გემოა და საინტერესო გემოა. აი ეს მინდა რომ გასინჯო პირველ რიგში. ხო. ძალიან საინტერესო რამეა. რაღაცა მოჩო ტიპია, მოჩიც არ არის, პასტაც არ არის. ხო. და რაღაც მონიოკო, ნიოქს გავს თითქოს. რეჭვადიც არის, თქო, რეჭვადიც არ არის, უფრო რაღაც რეზინის ესა აქ რა ქვია ფაქტურულობა რა, საღეჯი რეზინის ფაქტურულობა. ტექნოლოგიურად როგორ მზადდება? წარმოვიდგინე, რომ აი ცოტა გადახარშულ ბრინჯს რო შეკრავ, ცომად მოზილავ და ბრინჯის მე ფქვილის გამზადდება, როგორც მაგალითად აი მოჩის ფქვილს, რასაც ეძახიან რა. ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესოა. ძალიან. ეს არის ჩავთვალეთ მგონრიელესია. ბრინჯის ბოლონეზე. ხო. სოუსიც ძალიან მაგარია. მოტკბო მოცხარო გემოაქვს სოუსი. მე არ მიყვარს, როდესაც სიცხარესთან არის ბევრი სიტკბო. ხო. აქ არის ზუსტად აი პირველი სიტკბო მოდის და მერე უკვე აი იგანგლები ასე ვთქვათ სიცხარეში. ხო და სიცხარეც განსხვავებული სწრაფად აქვს. ხა გადის. მე ვფიქრობდი მაგას, ხო? ჩემთვის ცხარე, იმიტომ არ არის კარგი, რომ რაღაცა ჯაბნის ხოლმე სხვა გემოებს რეცეპტორებს გიხშავს და ვეღარ აღიქვამ მე რა საჭმლის გემოს და ამას ეგ არ ახასიათებს. კი, გეთანხმები. მიდი ეს დაიდგი. საერთოდ რასაც უყურებ კორეული სამზარეულო არა მარტო საინტერესო ვიზუალის არის, არამედ ძალიან სწორად დასმული გემოებით არის. პირველად ვიჯო. კაია, ხო. ეს იქნება ვინც ნაბახუსევზე ხართ, სუპერ, კორეული რო თქვი, მაინც უფრო ჩინურისკენ მივდიოდი, აზია რაღაცა. ხო, აი ნახეთ მდებარეობა და არ თვითყოფადი გავს. გემოებს, რასაც უყურებ, ძალიან თვითყოფადი გემოები. ადვილად აი მოსამზადებელია. ესაა ჩემი ფავორიტი. ის ხო? ფავორიტია. მე რამდენიც მომეწონა თან ეს კურკურკურ ესენი მიყვარს. საერთოდაც იძახიან რომ პასტა აქედან დაიწყო. თვით პასტაც. ხო. ეგეთი ვერსიებიც ამათობენ წავიდით. ბევრს მაგაზე. აჰა. რომ პასტა აზიიდან წავიდა ატრია. მაგრამ მან ჩვენი წელი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო იცი? მაბა? მან ჩამონათვალს ჩვენც უნდა ვიყოთ აუცილებლად. ქართველები? კი. ეს წა. მესხური ატრიით. სანამ მაგაზე ლაპარაკს დაიწყებ და მაგ თემაზე გადახვალ სელფის რუბრიკაში დღეს შენთან ერთად მინდა ვილაპარაკო აზიური სამზარეულოს გავლენაზე ქართულ სამზარეულოზე, იმიტომ რომ სუნელები, შესუნელებული, შეზავებული, თუნდაც საცივი ხო არის და იძახიან რომ აზიური გავლენაა. ხო, არ ვიცი რამდენად კორეული, ალბათ უფრო ინდური, მაგრამ ზოგადად რა გავლენა აქვს აზიურ სამზარეულოს ქართულზე? და რამდენად კარგია და აი საინტერესოა ეგ გავლენები, მრავალფეროვანს ხდის თუ, იმიტომ რომ კომენტარებში ეგეთიც წავიკითხე, რომ აი რას ქვია ჩვენია, ხინკალის ჩვენია, ისიც ჩვენია. ხინკალი ავთენტური ჩვენი ეთნოგრაფიული კერძია, მაგრამ ხინკლამდე უნდა მიხვიდე, რომ ესეთი უნივერსალური კერძი შექმნა. ანუ რაღაცა პატარ-პატარა სულები უნდა გააკეთო, როგორც მაგალითად ჭადრაკში, ხო, ჭადრაკს რო თამაშობ, წინ რაღაცა სულებით უნდა მიხვიდე იმამდე, რომ მე პარტია მოიგო, ხო? აი პარტია მოგებული არის ხინკალი. პროდუქტია უნივერსალური, მსგავსი ბადალი საქართველოს არ აქვს, რომელიც ფიქრობ, რომ უმთავრესია. სრულყოფილია, კი. მაგრამ პროცესია. მისვლის. რაც შენახსენე ხა აზიური სამზარეულო და აზიური გავლენა, ეს უმთავრესი გავლენაა ქართულ კულინარიაში. კი, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აბრეშუმის გზა ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მაგალითია ეს აბრეშუმის გზის, რომელიც რაღაცა თუ შემოდიოდა, რაღაცა რო გადიოდა, ავტომატურად შემოსული ის პროდუქტი ანოტაციით შემოდიოდა, ხო, ვიღაცა გიყვებოდა ქარვასლაში რაღაცა რომ მომზადებოდა, იქ აკლემით შემოსული აზიიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი იქ რაღაცას რო გასინჯავდა, ხა როგორც დღეს ხდება, ხო, რჩევა, რომ ეს რო დაუმატო ესეთი იქნება, ხო, რაღაცა დიასახლისები რო ბჭობენ დარწმუნა, რომ ხა იქ ქარვასლაში, სასტუმროში, იქ ბჭობდნენ ხო გემოებზე, იმიტომ რომ
წარმოუდგენელია საუკუნეების წინათ გემოვნებაზე არ დავობდეთ. ხო და თან თბილისი ხო იყო ეგ. ება ამოიღებდა ჯიბი, ხო, ჯიბიდან ამოიღებდა და ეტყოდა რომ აი ეს არის მაგალითად ის სუნელი, რომელიც ეხა შენ რომ მოამზადე რაღაცა ეს რო დავუმატო ბევრად უფრო გემრიელი გამო. ხო, რაღაც ლეგენდა და რაღაცა ზღაპრული სიუჟეტი რო შევთხსა, ხო, დაახლოებით ეგეთი იქნებოდა. მაგრამ აზიური გავლენა აუცილებელია როგორც ტექნიკის, ასევე სანელებლებისა და პროდუქტის. ინდური სამზარეულო ახსენე, ხო და მაგალითად საცივი, ხო? საცივი კი ქართული კერძია. არ არსებობს კერძი, რომელიც ყველა რეგიონში სხვადასხვანაირად არ კეთდებოდეს. იმერეთში სხვანაირად კეთდება, სამეგრელოში სხვანაირად კეთდება, კახეთში სხვანაირი საცივი კეთდება, მაგრამ ალბათ მე ვფიქრობ, რომ პირველი, ასე ვთქვათ, ნიმუშები საცივის მაინც სამეგრელოში იყო, იმიტომ რომ იქ უფრო იდეალურ გემომდია მეყვანელი საცივი. ხო, აი შესუნელები. ხო, ნახე, მიხაკი დარიჩინი ჩვენ არ ქონდა და აქედან გამომდინარე შემოსული პროდუქტებია, რომელიც ძალიან შეიძლება გაასინჯა ვიღაცა დიასახლისმა მოგზაურ საცივი, რომელშიც მიხაკ დარიჩინი არ იყო და ინდოეთიდან ჩამოსულმა მრეწველმა უთხრა, რომ დაუმატე მიხაკი დარიჩინი ძალიან მოუხდება. კინოსცენარი დაწერა. მადლობა. სამკუთხა გიმბაბი. აჰა. იცით გახსნა? ვიცით, პირველად უნდა გავხსნათ, ჩავიფიქრებ. აი, აქ მოსაწყვეტი ესე ვთქვათ, ამას ესე ჩამოწევთ, აქ უნდა ესე გამიგლიჯავთ, დაიჭერთ ესე, ერთ მხარეს გაწევთ, ესენ ცოტა გაიხსნება და ამაგრებთ თქვენით, ანუ ესე მიედება ეგრევე. აქეთაც იგივენაირად გამოწევთ და გაიხსნება. მორჩა ეს უკვე ის არის უმაღლესი მათემატიკა იყო ჩემთვის. მადლობა. ეს არის კიმჩის გიმბაბი. ხორცით თუ არის კიმჩის არის ეს. ეს საქონლის ხორცით. აჰა. ბულგურის გიმბაბი. მადლობა. მადლობა დიდი. გიმბაბები სუში გონიათ ხოლმე ხშირად, მაგრამ გიმბაბი კორეული კერძია. სხვადასხვა შიგთავსით მზადდება. გავხსნათ ჩვენი კონვერტი? სამკუთხა გიმბაბი. ეს უნდა მოვხსნათ? არა. მე დავშალე? აუ ვერ დაიმახს. არა, აი ნახე, ესე უნდა. აჰა, ეს მივყვებოდი მე. მაქვს. აი ბოდიში ნახე. აი. დიახ. აქ ცოტა. კი ბატონო, მე ესე უნდა გავწიოთ. მე ესე უნდა გამოვწიოთ. მე ესე უნდა მივწიოთ. არა და ისეთი ინსტრუქცია მოგცეს. კარგი. ანა მე მგონი გავედი ფინიში. წავიდა. ვა. ძალიან კარგია. მე ძალიან მომწონს. თევზია ხო? თევზი ბრინჯი. ამას რა ქვია? ეს რისგან კეთდება? ზღვის წყალმცენარეებისგან? ხო, ნორი. ნორი. საგემრიელია. გამოვაწო სოიუში? კი. სოიუა ძალიან მაგარი. ხო? ინტენსიურია. რა მაგარი სოიუა. ვა. ბრავო, ძალიან გემრიელია. რა ვიცი. აი, უშუალოდ მithkoms, რომ რესტორანს უნდა ეწვიოთ და გასინჯოთ და ეგეთი რაღაცა ის. სულ დასპონსორებული მგონია და. ძალიან კაია. დასპონსორებული არ არის. დასპონსორებული კი არა. გადაღებაზე ვერ გავაფრთხილე არის. არ ჩვიცნობდი. რო ვრეკავდი არ რეკებოდა და პირდაპირ აი ესე კარზე მოვადექით და გადაგვაღებინეთო უთხარი. ხო და აი. მიუხედავად დისტანციისა ქალაქიდან თბილისიდან. აუცილებლად მომხდეთ. ესე სახლურად. ესე გემრიელა. ძალიან დიდი ხანია ამიჯამე. მანამდე ქონდა მეთქი არის რესტორანი, შულს ვკითხე და არაო. ხოდა სახლური რო ახსენე, მე მგონი ეგ ამბავია. სახლურია. სახლურია, ხო? აი ხა ეს ტექნიკა რო გამოიყენო ანა. სარესტორნო ბიზნესში არის ყველაზე რთული. რატო?
ძალიან დიდ დროსი მოითხოვს ამ ტექნიკით გაკეთება რაღაცები. და დიდ რაოდენობაზე გჭირდება ადამიანის რესურსი მეტი და გიძვირებს გავიგე. ანუ აქ ყველა სტუმარი ჩათვალე რომ არის ოჯახის წევრი, რომელს მოდიან სტუმრად ამათან სახლში. ეს არის გიმჩის გიმბაბი. ეს არის ბულგოგის. ეს არის ანუ ბოსტნეულით ხო? და გიმჩით ეს ხორცი. საქონლის ხორცი, ხო? კი. გიმჩი არის იგივე კიმჩი, ხო, როგორც მივხვდი? კი ბატონო. კიმჩი არის ეს არის კომბოსტოს საზოგადოებისთვის ცნობილი პეკინური კომბოსტოს რო ეძახიან. ხო. პეკინური კომბოსტოს კიმჩიანი თვითონ აი ეს ჩვენთან როგორც ხორცის სუნელი არის. აჯიკას რასაც ვეძახით, მსგავსი მაგათი ეს არის, რა ქვია. სუნელივით. მშრალი სუნელია, რომელსაც მე უმატებენ რაღაცებს და აკეთებენ ფერმენტირებას. მარტო კომბოსტოს არა, მაგალითად კიტრის კიმჩიც არის, ისიც რა ქვია, მწვანე ხახვის კიმჩიც არის. გაფართოება ქვევით უნდა იყოს, ხო? მე მგონი ზევით. წესით გაფართოება უნდა იყოს ზევით. ზევით. მე ხის ჭხირები გამომიყენები ხოლმე ის ერთი. სიმართლეს გეტყვი, რომ რა და ჩემნაირი ბოტოტა თითები არავის არ აქვს დედამიწის ვერაზუს ვერ ვისწავლი ჭხირები ჭამ. ესეთ ფართო რაღაცას ავიღებ თუ არა, არ ვიცი მას ჭხირები. მოვსინჯოთ. აგემერია. დავამყარია. უდომ არაფერი ბოსტნეულია, ბრინჯი და ნორი, ხო? ძალიან გემრიელი. თან რა ლამაზია, ძალიან გემრიელი. ხრაშუნიც არის, აი ის გიმჩის გემოც არის, მომჟავა, ბრინჯიც ისეთია. იდეალურადაა მოხარშული. ხო, შეკრულია. ბულგოგი დოფა და ეს არის გიმჩი. კაი კიმჩი, კაია. ფერზე ეთყობა რომ კაი კიმჩია. ბაკასინჯე. ეს არის ქათამი ფორთოხლის соуსი. სრულიად კორეული სუფრა დაიყარა რუსთავში. ვეგეტარიანული ანუ ბოსტნეულს უფრო მომეწონა. ხორცზე მეტად? კი. მეც. გეთანხმები. ეს უფრო შეკრული გემოთი იყო. კი. აი ხორცი არ უხდება, ამოვარმილია ჩემი ხორცი. ის უფრო კაი იყო. კი. კიჩიზე ვარ ახთოვანებული. ეგეც კაია. კი, თან ეთყობა რომ ეს კიდე ფერმენტაციის პროცესშია და კიდე თქვენ როცახში სასწაული იქაური დამზადებული კიმჩი არა წნილები გაქვთ. ხო. იმას რა დრო ჭირდება? ისინი ნაწილი სწრაფად მზადდება, ნაწილს სწრაფად რო ჭირდება. კიმჩი მაგალითად ჩვენთან მინიმუმ 1 თვე მზადდება. რო აი ეს თვითონ ბოლოში, ეხა კიმჩის რო გასინჯო. ხო. პირველში გასინჯე კიმჩი. კარგი. და მიხვდები რას გულისხმობ, აი ბოლო გემოს დააკვირდი რა. ის გიტოვებს. ეს სიცხარე რო გავა. ნუ ფონა სიცხარეს უგექნება. აი ბოლო გემო რა გავა. მომჟაო გემა უკვე რა? უფრო ბუშტუკების დონეზე რო წარმოიდგინე. გაზიანი გემოა. კი. აი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვა ხო იმიტომ მიყვარს შენთან ერთად გასინჯა რაღაცებს. კი, გაზიანი ბუშტუკები დაგრჩა. აი ფერმენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ზუსტად ეგ რა გეგონება რომ მინერალურ წყალს როგორი ბუშტებიც აქვს, აი ეგეთი ბუშტები გეხება მასე რა. აი ღვინოს რო სვამ და უცებ მაჭარი შეგხვდება, ეგრეა ეს საჭმოს რო ჭამ და უცებ კიმჩის გასინჯა. ცოტა აი დუღილის პროცესი. ქვია ამას? ფერმენტაცია ხო? ფერმენტაცია. ყალ, გადავედი. ძალიან გემრიელი კიმჩია. მე დიდი ხანია მე ვარ კიმჩის მოსიყვარული რა, მიყვარს კიმჩი. დიდი ხანია ეგეთი გემრიელი კიმჩი ამიჭამია. ვა. ანა შენ რა გასინჯა ეს რა არის საქონელი? ეს არის საქონელია, ბულგოგი დოფბაბა. ბულდოგი? არა, ბულგოგი დოფბაბა. ბულგოგი. ბულგოგი დოფბაბა. ნერვიული გოგის.
ბულდოგი. ბულდოგი. რომ მოდიოდი შერჩავდი კორეულ კერძებს და ცნობილი კორეული კერძია. ბულდოგი. ბულდოგი. აია. ატრია გასინჯე? კი. შიგნით. შუშის ატრია. კი. აჰა. რა გონია შენ ეგ? რა არის? შენიან? რა ჟელატინის წარმომავლობით ატრიას გავს? ორათვილი ხარ. ორათვილი. ჟელებონია. ჟელიბონი ატრია. მან კინჩიტი აუცილებელი არის. პირში მაქვს აფეთქება გემოების, აი ძალიან კაი, ძალიან კაი. კიმჩი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოტიკი. მომნელებელი სისტემისთვის არის სასარგებლო, ხო? პრებიოტიკები ხო მაგას ყველაზე მნიშვნელოვანი. და იმიტომ არის, რომ ძალიან გავრცელებულია აზიურ სამზარეულოში. ფერმენტირებული პროდუქტები ზუსტად მაგიტომაც შემოიღეს, ასე თქვა და დაიწყეს კეთება, რომ მძიმე კვების შემდეგ დახმარებოდა. ეხლა როდესაც რამის მიისმა ყოველს ხორცზე მოხარშულ ბულიონს და გადატვირთული გახოს ორგანიზმი, უცებად უნდა მიიღო ისეთი დამხმარე საშუალება. ეს რა არის? ეს არის ქათამ ფორთოხლის соусით. აბა. კაია? ეგეც კაია? გავს ჩინურს თუ არა? არა. არაფრით არ გავს ჩინურს და ბევრად გემრიელი. მაგარია. შენი დიდი რეკომენდაცია ამ სიუცეს რა. პატარა მორალი რო გამოვიტანოთ, სელფის რუბრიკის ფარგლებში, რაზეც ვილაპარაკეთ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამზარეულოს გავლენა, თუნდაც ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად ეს შერწყმა და გაზიარება გამოცდილებებისთვის, რაზეც ახო მოყვა და ილაპარაკა და ასევე საინტერესოა ზუსტად ესეთი ადგილები, სადაც შენს ძალიან მნიშვნელოვანია. რეცეპტორებს რაღაც ახალს გააცნობ, აი ახალს აღმოაჩენ. ჩემთვის ეგეთი იყო. მე საერთოდ ეგეთი ადგილების ორი ხელით მომხრე ვარ, იმიტომ რომ პირველ რიგში წარმოიდგინეთ, ადამიანები ჩამოვიდნენ სხვა ქვეყანაში, სხვა გარემოში, სხვა სოციუმში და ცდილობენ რომ დაიმკვიდრონ თავი გულწრფელობით, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ ყველა კერძში იგრძნობოდა გულწრფელობა. აი, შეფის მიერ მომზადებული აბსოლუტურად ყველა კერძი გამოირჩეოდა ზუსტად აი ამ გულწრფელობით და სულ ამბობ რა. არ არსებობს გემრიელი ხელი. არ არსებობს მითია ეგ, მითი. არსებობს გული, რომელთაც ამზადებ კერძს და ეს არის გულით მომზადებული ყველა კერძი აბსოლუტურად ტექნიკის უზადო შესრულებით. მაგრამ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ მაგალითად კორეაში რო ჩახვიდეთ თქვენს მეგობართან და დაგპატიჟოს სახლში ზუსტად ასე იმას მიძლებ. რაღა უნდა დავამატო. მაგიტო ესეთ ადგილებზე სულ შენი სტუმრობა გვახსენდება ხოლმე და როგორც რეჰანის თილისმა ეს ეპიზოდიც ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე ჩათვალეთ, რომ დღევანდელ დღეს მომეცით კიდევ ერთი დასამახსოვრებელი გატარება, იმიტომ რომ მართ მე შეიძლება აქ საერთოდ არ მომხდარიყავი და ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგახსენდით და მომიწვიეთ ამ მართლაც რომ ძალიან საინტერესო სივრცეში. ახლა ლაშას ვაჭმე. და მე შენ გაგიშვებთ გეჩქარება ჩვენ ყავაზე შევივლეთ, ავზიც გავავსოთ. ეპიზოდი დავასრულეთ და არის ამ სივრციდან ისე არ გადიან თუ ნაციონალური განსაცდელი არ ჩაიწვა. კაი ნუ აგიჟებ ხალხს. ეგრე არ არის, მაგრამ არის თქვა რომ უნდა მოგარგოთო ჩვენი ნაციონალური სამოსიო და ჰანბოკი ქვია. ძალიან ლამაზია. აი ესე გამომბრაჭოს, ძალიან ლამაზია და მოგვიდა იდეა რომ თამბისთვის ფოტო გადავიღოთ. გადავიღოთ. მეც ნაციონალური ქუდი მახურავს ხოლმე. კი. და ესეთი თვალი რო არ მეცეს ისინი, ნახე. გიშერი არ არის გიშერი. რა სხვადასხვა ლამაზი ქვა არის. კიდე ერთი თხოვნა ქონდა არის რომ მაყურებლისთვის მე თქვა მალე აქ მეორე სართულზე იქნება სივრცე, სადაც კორეული სამოსის შეკერვა იქნება შესაძლებელი და ზოგადად ამ სივრცეში შეგეძლებათ უფრო ახლოდან გაიცნოთ კორეულ კულტურას და ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ჩამოვიდეთ გახსნაზე. ჩამოვალთ ხო და გვპატიჟებთ გახსნაზე. კი.
გამოვიარეთ ბოლოსკენ რუსთავის სმარტში. თაღეთ რეზინი გავსინჯოთ, მჟავე. და ესპრესო. როგორი მწვანეებია. მჟავე. ჩემი ახალი სიყვარულია, ჩემი დალაშას. აბა კარგად.